ერთფრიად საინტერესო თემაზე უნდა ჩავწერო დღევანდელი ვიდეო ბლოგი, აქტუალურ თემაზე მეთქი, გეტყვით ასე, ვიტყვი ასე. თენგო გოგოტიშვილმა, ჩემმა მეგობარმა და საუკეთესო ჟურნალისტმა, პროფესიონალმა ჟურნალისტმა ჩაწერა ვიდეო ბლოგი, რომელშიც ის ამბობს და არა მხოლოდ ის ამბობს, არამედ ორი წყარო, ერთი სახე დაფარული ნიღბით და მეორე სახე გამოჩენილი, ამბობენ შემდეგს, რომ თბილისში დედაქალაქში ჩვენი ქვეყნისა იწყება რაღაცა ტურნირი, შეჯიბრი, ღონისძიება, ჩემპიონატი საბრძოლო ხელოვნების და ამ UFC-ს და რაღაცა ეგრეთ წოდებული ბოიბესპრავილისა, ცხადია ქართულად სხვაგვარად ჟღერს, მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რომელშიც როგორც ცნობილია, ჩეჩნები ძალიან წარმატებულები არიან, არა ქართველებიც არიან წარმატებულები და რუსებიც, მაგრამ ჩეჩნები კიდევ უფრო წარმატებულები, არანაკლებ წარმატებულები არიან და ეს ჩეჩნებიც, ანუ უხეშად ვიტყვი, კადიროვშინა, ჩიმაევის ჯგუფი სასტავი თუ კომანდა იღებს მონაწილეობას, ანუ მონაწილეობს, იღებს მონაწილეობას, მაინც არ არის სწორი კარტო. მონაწილეობს. ამ ჩეჩნებს, რომლებიც ჩამოდიან ვლადიკავკაზიდან იქნება თუ საერთოდ ზოგადად რუსეთიდან, ჩამოხვება არ ვიცი რამდენი, 2000, 1500 თუ 2800 კომაგი, რომლებიც იმ დარბაზს გადაავსებენ, ან შევლენ იმ დარბაზში, სადაც ეს ტურნირი, ეს შეჯიბრი ტარდება და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება აპირებს, რომ ეს კუნთმაგარი პირები, ტიპები, ჩეჩნები, კადიროვშინას სასტავი, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ დარბაზებში ვარჯიშობენ ჩეჩნეთში და კუნთებს იყენებენ და მაგრებიც არიან საბრძოლო ხელოვნებაში თუ ამ UFC-ში თუ ამ ეგრეთ წოდებულ ბოიბესპრავილაში, ისინი გამოიყენოს უკვე 4-ში საქართველოში, თბილისში მიმდინარე პროცესები რომ დაიწყება დემონსტრანტების წინააღმდეგ დამბრბებებად. ამას კვლავ ვიმეორებ, ადასტურებს კი არა, ამბობს ორი წყარო. თენგო გოგოტიშვილის, კარგი ჟურნალისტის, ჩემი მეგობრის ორი წყარო, რომლებიც პრაქტიკულად ღიად გვეუბნებიან ამას. ახლა მე ცოტა სხვა რაკურსით გავხედავ ამ საკითხს. პირველი რაკურსი არის ამგვარი. რა ვიცით, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა მიუხედავად იმისა, რომ ორი წყარო არსებობს. რა ვიცით, რომ ეს პატიოსანი ხალხი, მოდი ასე ვიტყვი, თენგო გოგოტიშვილის წყაროები თავად არ არიან დაბოლებულნი. FSB, მოსკოვის FSB და საქართველოს სუსის რასაკვირველია მდინარაძისა თუ ზოგადად ივანიშვილისა დაინტერესებულია, რომ ცოტა და ცოტა, ნაკლები და ნაკლები ხალხი იყოს 4-ში დემონსტრაციაზე. რა ვიცით, რომ სხვადასხვა პირდაპირი თუ ირიბი ხაზების მეთოდების გამოყენებით FSB არ ცდილობს საზოგადოების დაშინებას, მათ შორის იმ პირთა გამოყენებით, რომელთა რეპუტაციაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, თენგოს არ გულისხმობ, თენგოს რეპუტაციაში ისედაც არ გვეპარება ეჭვი, მაგრამ ამ შემთხვევაში გულისხმობ იმ ორ რესპონდენტს, რომლებიც შეიძლება სიმართლეს ან უფრო ზუსტი რომ იყო გაბუქულ სიმართლეს ამბობენ, იმიტომ რომ თავადაც არ იციან, როგორ მივიდა ამ პირებამდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნამდვილად გამოიყენებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ამ ჩეჩენ ბოევიკებს კადიროვშინას სასტავს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ. მაგრამ ერთ წუთს მოდი არ წავალ ამ შეთქმულებით თეორიაში და ვიტყვი ასე, რომ დავუშვათ და ეს ყველაფერი ასეა. ეხლა მე დავსვამ ერთ კონცეპტუალურ კითხვას. უფრო ზუსტი რომ იყო, რამდენიმე კონცეპტუალურ კითხვას დავსვამ, მაგრამ ერთ-ერთი კითხვა ახლავე უნდა დავსვამ. რიგითი უკრაინელისათვის 2022 წლის თებერვლის მიწურულს, ან 23 წლის მარტის მიწურულს, ან 24 წლის აპრილის მიწურულს. ან რა მნიშვნელობა აქვს, როდის, რომ ეთქვათ, რომ შენთან შემოვლენ ჩეჩნები. რას უპასუხებდა რიგითი, კვლავ ვიმეორებ, არა მაინც და მაინც დაკუნთული, მეომარი, უკრაინის შეიარაღებულ ჯარებში მომსახურე ჯარისკაცი უკრაინელი, რომელმაც იცის იარაღიდან მოპყრობა, სროლა, საბრძოლო გამოცდილება აქვს, ველზე არაერთხელ ყოფილა და ასე შემდეგ. ეს გასაგებია, რასაც უპასუხებდა, ის უპასუხებდა, რომ ჩეჩნები როგორც შემოვლნენ, ისე გავლენო. დავამარცხებთო, მოვკლავთო, გავანადგურებთო, ჩვენ ქვეყანას ვიცავთო, მაგრამ არა, ამგვარ უკრაინელებზე კი არ ვსაუბრობ, არამედ ვსაუბრობ იმ პირებზე, რომლებსაც არანაირი საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ. ისინი რაც უპასუხებდნენ, უმრავლესობა ცხადია. არა ყველა, არამედ უმრავლესობა მათგანი იტყოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ასე ერთ-ერთზე რომელიმე ჩიმაევთან, გვარად ჩიმაევთან
შებრძოლება არ შემიძლია და 100-დან 100 ჯერ ის დამამარცხებს ხელჩართულ ბრძოლაში ან რაღაცა ბრძოლის ტატამზე თუ ოქტაგონზე ბრძოლის დროს მე ამ ყველაფრის მიუხედავად არ ვეპუები იმას რომ ჩემს ქვეყანაში შემოდის ვინმე ჩეჩენი ანუ პუტინის მსახური და კადიროვის ხადია პუტინის მსახურია პუტინის ჯგუფი კადიროვის ჯგუფი შემოდის და აპირებს ჩემი ქვეყნის განადგურებას ოკუპაციას და აპყრობას რა ვიცი რუსეთად ქცევას და ასე შემდეგ ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ რომ ნებისმიერი მომხდური ნებისმიერი ეროვნებისა ის არის რუსეთის შეიარაღებული ძალების, პუტინის შეიარაღებული ძალების, კადიროვის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი და მისი მიზანია არა მარტო ერთჯერადი ოპერაციის ჩატარება თუ ორჯერადი ოპერაციის ჩატარება ჩვენი დარბევა დაშინება მანამდე, არამედ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და შესაბამისად, არა მხოლოდ ჯარისკაცმა, რომელმაც იცის იარაღთან მოპყრობა ჩვენმა, არამედ რიგითმა სუსტმა ჩიმაევთან შედარებით რასაკვირველია უნდა თქვას რომ ჩიმაევი როგორც მოვა ისე წავა ჩიმაევი კრეფსითაც ცხადია ჩეჩენი ბოევიკი ჩეჩენი კუნთმაგარი მებრძოლი ჩეჩენი გვითომ კომაგი და ასე შემდეგ რომელსაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება თურმე აღმოჩნდა რომ იყენებს ჩვენს დასარბევად გამოიყენებს ჩვენს დასარბევად ჩვენ მას წინააღმდეგობას გავუწევთ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ წინასწარ მით უმეტეს რომ აპრიორი დავმარცხდით 1000 თუ 1500 თუნდაც 2867 ჩეჩენთან რომელიც შესაძლოდ შემოდის კომაგის სტატუსით რაღაცა ტურნირის ფარგლებში საქართველოში და რომელსაც ამ ინფორმაციას რომც ვენდოთ და ეს ანალიზი რომც გავითვალისწინოთ რომც დავუჯეროთ ამ ანალიზს რომელსაც თურმე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ყველაფრის მკადრებელი ხელისუფლება ცხადია გამოიყენებს დემონსტრანტთა წინააღმდეგ ახლა დემონსტრაციაზე ორი სიტყვა დამოუკიდებლად იმისა, ვის გვჯერა და ვის მოგწონს დაკიდება თარიღისა 4 ოქტომბერი. დამოუკიდებლად ამისა, მაგალითად, ჩავთვალოთ რომ მე ეს თარიღი არ მომწონს. არ ვენდობი არც ერთ ლიდერს, იმიტომ რომ მზარავს მაგალითად იმის წარმოდგენაც კი რომ მიხეილ სააკაშვილი თქვათ ხაზგასმით ვამბობ რომ მიხეილ სააკაშვილი და მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები ახალგაზრდები თუ ძველგაზრდები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში არ მომწონს თქვათ ანი წითლიძე გიორგი ბარამიძე თიკა ბოკუჩავა ლევან სანიკიძე რა შუაში ამ ყველაფერთან მაგრამ ანუ როგორც ახალგაზრდა ხალხს უსვავთ თორე პატრიოტიკაცია და ასე შემდეგ ანუ იმ 9 წელთან არ არის კავშირი უფრო კარგად რო ჩამოვაყალიბო მაგრამ მაინც თქვათ და არ მომწონს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება ერთპიროვნული დაბრუნება რაც არ მოხდება მაგრამ ჩავთვალე რომ ეს ასეა თქვათ არ მომწონს არც პაატა ბურჭულაძის სტრატეგია ტაქტიკა მაგალითად არ მომწონს და არა თუ თქვათ არამედ ნამდვილად არ მომწონს ბატონი პაატას მიერ გაცხადებული და ღიად წარმოჩენილი ეს მესიჯი საზოგადოებისთვის გაგზავნილი რომ ჩემი ნათლული არის უშბაუნიანი შვილი კანონიერი ქურდისა ტარიელ ონიანისა და მე რასაკვირველია აი ორდინალურ ვითარებაში ვიტყოდი რომ რას ნიშნავს ახლა ამ ქურდების შემოყვანა ქურდების ფეხსალაგია ჩვენი ქვეყანა ქურდული სამყაროს გარჩევის ადგილია ჩვენი ქვეყანა ამ შაქრო კალაშოვ ტარიელ ონიანის დაპირისპირების არეალია ჩვენი ქვეყანა რა უბედურებაა და პაატა ბურჭულაძის ორდინალურ ხაზს უსვამ ვითარებაში გავაკრიტიკებდი ღიად მაგრამ ეხლა დაუბრუნდეთ 4 ოქტომბერს თქვათ და არ მომწონს პაატა ბურჭულაძის არც ერთი ქმედება თქვათ და არ მომწონს ის რომ მათ აქამდე არ განუცხადებიათ გეგმის თაობაზე მე მაგალითად ძალიან გონიერი კაცი მგონია ჩემი მეგობარი ასევე ლაშა ბერიძე რომელიც ამ რევოლუციის ამ ჯანყის ამ პროცესის ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება არა მაგრამ ერთ-ერთი მოთავე ნამდვილად არის მე ლაშას ვენდობი უსიტყვოდ ვენდობი მეთქი მაგრამ ამავდროულად თქვათ არ მომწონს ლაშას ესეთი აჟიტირება და საერთოდ ვეუბნები რომ ლაშა ისი რა არის პოლკოვნიკი კაცი ხარ დამიდე გეგმა და ვერ მიდებს ლაშა ამ გეგმას ობიექტური რეალობა ეს არის რა გეგმაო მელაპარაკება თუ პირად საუბრებში და თუ საჯაროდ ინტერვიუებში და ეს კიდე დამატებით მაჯავრებს მე ამ 4 ოქტომბრელებთან მიმართებაში რა უბედურებაა მეთქი ვამბობ რა უბედურებაა რომ გეგმის მიხედვით პოლკოვნიკი კაცი კაი სოფლიო ბანმა რო გეგმა არის ის გავიგე მაგრამ შენ პოლკოვნიკმა კაცმა არიცი ეს ყველაფერი ეს მაჯავრებს მაგრამ რა უნდა ვქნა 4 ოქტომბერს როდესაც თარიღი უკვე დაკიდებულია როდესაც უკვე ჩემზე ჭკვიანებმა და ჩემზე უჭკუებმა ჩემზე ლამაზებმა და ჩემზე უშნოებმა ჩემზე მაღლებმა და ჩემზე დაბლებმა ჩემზე პასუხისგებლიანებმა და ჩემზე უპასუხისგებლოებმა
მე ხო სადღაც შუაში ვარ უპასუხისმგებლოთა და პასუხისმგებლიანთა შორის გაჩხერილი ვარ არც მიწისა ვარ არც ისა არასწორი ციტატაა ახლა მაგრამ ასე ვარ ხო შუაში ვარ არც ყველაზე ცუდი ვარ და არც ყველაზე კარგი ვარ ერთი საზოგადოების ერთი რიგით წარმომადგენელი ვარ რომელსაც თუნდაც მიაჩნდეს რომელიც თუნდაც მიიჩნევს რომ 4 ოქტომბრის დაკიდება ჰაერში ასე გამოკიდება მათ შორის იმიტომ რომ მარცხის შემთხვევაში მოხდება საზოგადოების განწყობების აბსოლუტური ჩაფუშვა ფრუსტრირება აპათია შეიყუჟება სამზარეულოებში საზოგადოება ინდივიდები მხოლოდ Facebook-ზე უკაკუნებენ ისიც ძროების იმიტომ რომ Facebook-ით შეიძლება დახუროს ბიზინა ივანიშვილმა რუსმა ამის გაკეთება არ შეიძლებოდა ანი წითლიძე და თინა ბოყუჩავა ან ლევან ხაბეიშვილი რატომ ასახელებ პირველ ორ ქალბატონს არ ვიცი ლევან საერთოდაც ამის გაკეთება არ შეიძლება მე შემიძლია ბევრი ვიბიჯელო თემაზე ვინ რატომ წავიდა ეს თეორიებიც არსებობს რომ აი ელენე წავიდა ან სხვა წავიდა ციხეში შეგდებოდა ცისულელია ეს ყველაფერი მაგრამ ავყევი ვთქვათ ყველაფერს და თქვი რომ აი პასუხისმგებლობა აიცილეს მაგრამ 4 ოქტომბერი დაკიდებულია უკვე ჰაერში და რაც შვები მე პატიოსანი მოქალაქე მიუხედავად იმისა რას ვფიქრობდი ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რამდენად სწორად მიმაჩნია ამ ჰაერში თარიღების დაკიდება მე ახლა ვერ ვაკრიტიკებ და არ ვაკრიტიკებ შეგდებულად პაატა ბურჭულაძეს არც ერთი მისი ქმედების გამო მათ შორის არც იმის გამო რაც მოგახსენეთ რომ აი ქურდულ სამყაროსთან ჰქონია თურმე ბატონ პაატას ურთიერთობა პირიქით რატომღაც გადავდე ეს თემა ორდინალურ ვითარებაში გავარჩიოთ თუ ეს ორდინალური ვითარება ამ ჩვენს წარმტაც ქვეყანაში დადგა მაგრამ დადგება ეს ორდინალური ვითარება როდესაც სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილს მოვიცინებთ მე ვკითხავ ორდინალურ ვითარებაში რომ დამარცხება ბიზინა ივანიშვილი ან რომ ვერ დამარცხდება ან არ დამარცხდება ბიზინა ივანიშვილი ლაშა ბერიძეს პოლკოვნიკი კაცი ხარ ერთადერთი კაცი ხარ რომელიც პრაქტიკულად შეერაღებული ძალებიდან ყოფილი ის აღარ არის შეერაღებულ ძალებში ხო თავდაცუწყებაში მაგრამ არც ყოფილები და არც მოქმედები მით უმეტეს არ გამოდიოდნენ უკრაინასთან დაკავშირებით და არ პოზიციონირებდნენ ამის გამო ბადლობას გიხდი და აქედან გაგიცნო შენ მთელმა საზოგადოებამ და მერე ორდინალური ვითარება რომ იქნება მარცხის თუ გამარჯვების შემთხვევაში მე ვკითხავ ლაშას კი მაგრამ ამიხსედი რატომ არ იყო გეგმა თუ დამარცხდა ეს მოძრაობა მაგრამ მე რას ვშვები მე გავდივარ სერიოზული სახით გამარჯვებაში თვით დარწმუნებული სწორედაც რომ 4 ოქტომბერს დამოუკიდებლად იმისა მანამდე რაც ვფიქრობდი და მე ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში რასაკვირველია ვუჭერ მხარს ამ მოძრაობას კი არა ამ ქვეყანას ვუჭერ მხარს და მეც მივიჩნებ მეც ვამბობ ღიად რომ ეს არის 4 ოქტომბერი და ეს არის ამ ხელისუფლების გაშვების დღე ოკეი 5 ოქტომბრამდე მივცეთ თუ გებავთ ვა და 6-მდე ჯანდაბას ჩემი თავი მაგრამ ესენი უნდა წაეთრდნენ იმიტომ რომ გარდა იმისა რომ კადიროვშინაა და კადიროვშინას აკეთებს კალაძე რომელმაც მისი ზვაკაცი თუ ზვაკაცი ქურდის შვილის გამოყენებით ფერარი აჩუქა ან აჩუქებინა მოდი ესე ვიტყვი ჩიმაევისათვის გარდა ამისა კალაძე ამასაც რომ თავი დავანებოთ კალაძე ისევე როგორც კობახიძე ისევე როგორც პაპუაშვილი ისევე როგორც ნებისმიერი წულუკიანი და ასე შემდეგ და მივდივართ ბიზინა ივანიშვილამდე ხუპავენ ამ ქვეყანას ამიტომ მომწონს მე 4 ოქტომბერი თუ არ მომწონს ახლა როცა ჰაერში უკვე დაკიდებულია ეს თარიღი მე ღიად ვამბობ მე არ მაინტერესებს არაფერი ლევან ხაბეიშვილის წარსული და ის 3748 თუ 5499 ლარს იღებდა რაც არც აკეთებდა მაგრამ მაინც რას უწოდებს de facto ხელისუფლება მე არ მაინტერესებს და არ ვაქცევ ყურადღებას ნებისმიერ გაშავებას ამ მოძრაობისა სახელისუფლო ბნელ და მზაკვარტვინებში მოფიქრებულ კომბინაციებს ამ მოძრაობის და მისი ინდივიდების წინააღმდეგ და მე ვდგავარ იქ შემი შესაძლებლობის ფარგლებში და ვამბობ არა ჩიმაევი რომ გამოვიდეს და ოქტაგონზე თუ ტატამზე რომ გამომიწვიოს რასაკვირველია მე მას ვერ დავამარცხებ მაგრამ მე არ ვუშინდები ჩიმაევს და ნებისმიერს იმიტომ რომ შესანიშნავად ვიცი რომ ისინი საოკუპაციო ძალას წარმოადგენენ ეგრე ამ ლოგიკით შეიძლება ჩეჩნები კი არ ჩართოს საერთოდაც ცხინვალიდან დაძრას რუსეთმა შეიარაღებული ძალები და რა ვქნათ ამიტომ 4 ოქტომბერს არ გავიდეთ ქუჩაში არა ჭკვიანურობა იქნებაო ბევრი თქვენგანი თქვის მაგრამ წინასწარ ხომ არიცი რას იზამს მზაკვარი ივანიშვილი შეიძლება მართლაც რა ვიცი გადაუფრინოს სუ 25-მა და დაბომბოს რუსთაველის გამზირი ამიტომ წინასწარ ხო არიცი ამიტომ რა ვქნათ როცა ჭირო წინასწარ იცოდი რომ 100%-იანი ეს მოხდება კიდე დაფიქრდები და არ გახვალ მაგრამ ეს ხო
საბოლოო ჯამში ვერსიებია, თეორიებია იმის თაობაზე, რომ სულ 25 გადაიფრენს რუსთაველის გამზირის თავზე და ორ ბომბს ჩამოაგდებს პირველ სკოლასთან და ასე მაგალითად ბილტმორთან. ვიღაცამ შეიძლება ეს თეორიაც განავითაროს და ამის გამო წინასწარ უკვე არ მინდა ცუდი სიტყვა ვთქვათ, მაგრამ წინასწარ უკვე წინასწარ დავმარცხდეთ, წინასწარ ვთქვათ, რომ რაღაცა ასია თეორიის დონეზე, ამიტომ არაფერს არ ვშვებით. ვუსაყვედურებ ბელაშაბერიძეს, ვუსაყვედურებ პაატა ბურჭულაძეს და ნებისმიერს ასე შემდეგ, თუ ეს მოძრაობა დამარცხდება უკვე შემდგომ, მაგრამ ახლა, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრნი და ბევრნი, მრავალნი და მრავალნი, ჩვენ არა გვაქვს ერთმანეთთან გარჩევის და ამ არაორდინალურ ვითარებაში ორდინალური დისკუსიების გამართვის დრო და შესაძლებლობა. ჩვენ არა გვაქვს იმის ფიქრის უფლება, რომ ეს მოძრაობა დამარცხდება 1000 კი არა, 2480 თუ 860 ჩეჩენი რომ გამოვიდეს, ჩვენს წინააღმდეგ და ჩადგეს მწკრივში ქართველ გედედეელებთან ერთად, ჩვენ წინასწარ ჯერ ერთი არ ვიცით რა მოხდება და ასე მოხდება თუ არა, მაგრამ ჩვენ წინასწარ ჩვენ არ უნდა, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის არ უნდა ჩავფახდეთ. ანუ არ უნდა კიდევ უბრალოდ სიტყვას ვიტყოდი, უბრალოდ არ წარმოვთქვამ იმ არც თუ არაბილწ სიტყვას. ჩვენ არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ აპრიორი დამარცხებული ვართ, დაკიდებულია ეს თარიღი უკვე და იმიტომ უკვე გვიანია მსჯელობა თეორიული იმაზე, რამდენად სწორია 4 რიცხვი და რამდენად უკეთესი იქნებოდა 17. ან long term-ში, ანუ გრძელ ან საშუალო ვადიან დისტანციაზე უნდა გვერბინა თუ არა, მე-5 თუ მე-8 თუ 28 მხრივ, მართლა არა გვაქვს ხალხო დრო. მართლა ბიზინა ივანიშვილი თუ გადალახავს ამ კრიზისებს გეტყვით, ღიად ვლაპარაკობ, ის გააუქმებს პოლიტიკურ პარტიებს, გააუქმებს საერთოდ ისედაც დასუსტებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააუქმებს დიპლომატიურ ურთიერთობას ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან, გააუქმებს მედიას, გააუქმებს ნებისმიერ კრიტიკულ აზრს, დაიჭერს განდევნის, ამას ღიად გვეუბნებიან შათირიშვილი, სხვას კი არაფერს ამბობს, რომ თქვენ უნდა გაგდევნოთ, მეორე ნაწილი უნდა დაგიჭიროთ, მესამე ნაწილი უნდა დაგაშინოთ, მეოთხე ნაწილი სამზარეულოებში უნდა შეგხუჟოთ, მერე ამის შემდეგ, პარტიების გაუქმების შემდეგ, კანონგარეშე გამოცხადების შემდეგ ის მოიხდის ბოდიჩ საქართველოს სახელით 2008 წლის და 90-იანი წლების გამოც ვინ იცის. რომ ასეც მოხდება 90-იან წლებს გულისხმობ 2008 წელთან დაკავშირებით მოიხდის ბოდიჩი და ყველაფერს შესტენის მიხეილ სააკაშვილს ამ პროცესში ანუ რუსეთი არაფერ შუაში არ იქნება მისეული გაგებითაც კი მისეული წარმოდგენით უფრო ზუსტი რომ ვიყო და მერე მოიხდის ბოდიჩს მერე დააკანონებს მერე შესთავაზებს მათ კონფედერაციას და მიიღებს ან არც მიიღებს არ ვიცი მიიღებს ფსევდო დროებით თანხმობას კონფედერაციაზე რომ უკვე შემდგომ რომელიღაც ეტაპზე 2-3 წელიწადში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კანონიერად გავიდეს ვინ იცის მანამდე შეიძლება აღიაროს კიდეც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ვინ იცის დააკანონებს ვინ იცის კი არა ნამდვილად დააკანონებს რუსის ჯარს ნამდვილად უარს სიტყვის ევროკავშირზე და ნატოზე საბოლოოდ ნამდვილად შექმნის ანტიტერორისტულ ცენტრებს რუსეთთან ერთად ნამდვილად გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს და მე გეკითხებით ეხლა ჩვენ იმაზე ვკამათობთ 4-ია სწორი თუ 7 თუ 9 ოქტომბერი რაც შეეხება ამ ჩეჩნების შემოსვლას ეს ხაზგასმით ვამბობ თუ ეს ასე მოხდა მაინც და მაინც და თუ იდენტიფიცირება მოხდა დამრბევებისა როგორც უცხო მომხდურებისა ანუ მომხდურების იდენტიფიცირება მოხდა ჩეჩნებისა, რუსებისა და ასე შემდეგ ეგრე მაგის პასუხია. ეგრე მე ვილაპარაკებ იმაზე, რომ რუსები რო არიან ბევრი, რომელიღაც ეტაპზე ისინი ჩაერთვებიან, კუნთმაგარი ტიპები რო არიან. ვილაპარაკია კიდეც ამ პროცესში. რაღა ვილაპარაკებ, მაგრამ ახლა შეიმოსაზრებით ამ საკითხების გარჩევის და ამ საკითხების გარჩევის გამო დაშინება შეშინების დაფრთხობის დრო არ არის. ეხლა რა შეეხება ისევ ჩეჩნებს, თუ რუსებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის მოქალაქეებს. თუ ისინი პროცესში ჩაერევიან ამა თუ იმ ფორმით de facto ხელისუფლება ბანდა ხუნტის მხარეს და ისინი დაიწყებენ დარბევას, მონაწილეობას მიიღებენ ქართული საზოგადოების გამოსული ქართული საზოგადოების დარბევაში, ჯერ ერთი რასაკვირველი ამან უნდა დაგვაფრთხოს, მაგრამ მეორე. და აქ მიუმართავ შეიარაღებულ ძალებს. ღიად მიუმართავ, არაფერი შიში ფიქრი არ მაქვს იმის თაობაზე, რომ ამის გამო მე ვინმე შემეხება, ვინმე დამემუქრება, კვლავ ვიმეორებ. თუ საქართველოს საშინაო საქმეებში
ჩაერევა ნებისმიერი უცხო ძალა, რუსი, ჩეჩენი და რუსი ერთად, რუსი, ჩეჩენი და ოსი ერთად, რუსი, ჩეჩენი, ოსი და არ ვიცი, ბურიატი ერთად. ჩაერევა ნებისმიერი ფორმით, არა ტანკით მაინც და მაინც, არამედ ნებისმიერი თუნდაც ხელჯოხით. ეს იქნება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა და საქართველოს დამატებითი ოკუპაციის მცდელობა. ეს იქნება ოკუპაციას, თუ გებათ ესე ვიტყვი, ინტერვენცია უცხო, მორიგი ინტერვენცია უცხო ძალისა, რა მნიშვნელობა აქვს შეთანხმებულია თუ არა, მიზი და ივანიშვილი უნდა ცხადია შეთანხმებული იქნება. ამ შემთხვევაში სულ სხვა სიფრთხეში გადადის პროცესები და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მიმართავ არა ტყუილად, არამედ აბსოლუტურად გააზრებით. ამ შემთხვევაში დგება საკითხი საქართველოს სრული გაუქმებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალები დამოუკიდებლად იმისა, რას უბრძანებს მათ თავარსარდლად წოდებული მიხეილ ყაველაშვილი, ან პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძე, ან ბიძინა ივანიშვილი, ოლიგარქად წოდებული კი არა ივანიშვილი, ოლიგარქი. საქართველოს შეიარაღებული ძალები ვალდებულნი არიან კანონის წინაშე და ფიცი აქვთ ამგვარი მიცემული, რომ ისინი დაიცავენ საქართველოს ღირსებას და ტერიტორიებს, საქართველოს სახელმწიფოს დაიცავენ, ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ მონაწილეობა მომხდურის ხასუსვამ, მომხდური ოკუპანტების, ჩეჩნების თუ ბურიატების რა მნიშვნელობა აქვს რუსების, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ესე. და პასუხისმგებლობა დაეკისრებათ არა ისტორიული კი არა, რეალური პასუხი, არა მხოლოდ ისტორიული, არამედ რეალური, არსებული, არ ვითარებაში პასუხისმგებლობა დაეკისრება არა ჯარისკაც, რომელმაც უნდა გააგდოს ჩეჩენი თუ რუსი თუ ბურიატი, არამედ უნდა დაეკისროს ეს პასუხისმგებლობა და დაეკისრება კიდეც ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ისედაც ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ღვთის წინაშე ამ ქვეყნის დაღალატებისათვის. ეს არის მწარე სიმართლე და ნუ შეგაშინებთ, ნუ დაფრთხებით იმის გამო, რა ინფორმაციების გავრცელდება ამ დარჩენილ ერთ კვირაში, როგორ არ ეცდება FSB, KGB ჩვენს დაშინებას და როგორ არ ეცდება ის მართალი ან ტყუილი ინფორმაციის ერთმანეთში აღრევას, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თქვას, რომ მაინც არაფერი გამოვა, ყველაფერი გამოვა, ძვირფასო მოქალაქეებო, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და თუ ჩვენ არ დაგვაშინებს ის სპეცოპერაციები, რომლებსაც საქართველოს წინააღმდეგ რახანია აწარმოებს რუსეთის ფედერაცია, მისი სტრუქტურები და სამწუხაროდ რასაკვირველია, ხო, საუბედუროდ იყენებს de facto ხელისუფლებას ამ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ნურც ჩეჩნები შეგაშინებთ, მოკლედ მარტივად რომ ვილაპარაკოთ და ნურც ბურიატები, რომელთა შესახებაც ვინც ის იქნება ხვალ გაიგოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ კახა კალაძეს ღმერთმა უწყის ბურიატებთან აქ ურთიერთობა თუ კიდევ არ ვიცი, იუპიტერ ელებთან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლება სჭირდება იმისთვის ეს ხადია გავიხუმრე და ყველა მიხვდა კახა კალაძის გარდა, რასაკვირველია, ვინც ცდილობს ამასობაში მირეკავენ კიდეც, მაგრამ მე გავთიშავ. ნახვამდის.